როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, როცა ორივე მხარე დუმს და არ არის კონტაქტი. ვნახოთ, რას ფიქრობს, რა გაიაზრა და ასე შემდეგ. და ტრადიციულად ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, დადებითი კომენტარებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მაშინ ასე დავიწყოთ. ნახოთ ჯერ როგორ არის. ემოციურად არის, იმიტომ რომ დღეს როგორც ჩანს საუბარი უნდა თქვენს მამაკაც ჩვენთან. როგორ არის, როგორ მალავს მაქსიმალურად მის ემოციურობას ყველასთან. როგორ არის? ხო თქვი, რაც ჩქაროდა ზუსტად იგივე არ არის, მაგრამ ესეთი არკანებია, რომ ყველანაირი ემოცია, რაც კი შეიძლება კონდეს ადამიანს და გაახსენდა და ჩაუდენია, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მოიცალა ამ დღისთვის და ზის, აგერ ჩვენი მამაკაცი ძალიან დაღონებული, მაგრამ აზვიადებს ამ ყველაფერს, არ არის გამოუვალი მდგომარეობა, არ არის ისეთი რაღაცა, რაც არ მიეტევება ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ხა თქვენთან არ ვიცი რამე თუ დააშავა ისეთი, მაგრამ გამოსავალი არის იმის თქმა მინდა. ხო და ზის აი ესე ცდილობს, დაღონებულია. ნახო ერთი ამის მოპირისპირე რა არის, ხო. ანუ ნახე ძალიან განსხვავებულია, მე მიყვარს ეს არკანები, იმიტომ რომ ძალიან ორაზროვანია, ძალიან დიდი სიღრმეა ამაშიც და ამაშიც. დამნაშავე ვარ, მაგრამ ამაყი. ეს ამოძახილი მოდის, რომ არა ვის ეს ადამიანი არაფერს არ აჩვენებს და არ გაამხელს. საერთო მდგომარეობა ასეთია. მარტო კი არა, თქვენ არ მიგულისხმობთ, მაინტერესებდა ისე როგორ იყო. მე მაინტერესებს ახლა მთავარი კითხვა. შენი კონტაქტზე გამოსვლა, რამეს თუ გამოუსწორებს ხასიათს. ასე მარტივად არ შემოტრიალდება, ესე როგორ რაღაცა არჩენა, ანუ თქმა უნდა მე უბრალოდ კითხვა დავსვი, მაგრამ რა თქმა უნდა არჩენა არ შეხვეწები ხა რამეზე და არა გაქვს იმის სურვილი, რომ მაგალითად გადადგა ნაბიჯი, თუმცა აქ არის ორი სული ერთმანეთს რომ ესაუბრება თავის სხეულში, რა აი რაღაცა მიმდინარეობს დიალოგი, მენტალურად ერთმანეთს გვერდში უდგახართ, მაგრამ არ არის სურვილი რომ ეს იყოს გახმოვანებული, გაჟღერებული. რას ფიქრობ ამ გოგოსთან დაკავშირებით? ვაუ. იმედოვნებს, რომ არაფერი არ არის ისეთი საშინელება მომხდარი, რომ რაღაცა დაზარალდეს ისეთი, ან ისეთი რა უთხარით, ახლა მისი აზრის მე მისას ვახმოვანებ, რომ რა უთხარით ახლა თქვენ ისეთი ერთმანეთს, რომ რაღაცა ვერ დაივიწყოთ, ანუ ასე მოკლედ არ უყურებს ასე. ისე აქვს ბევრი სინანული, მაგრამ იცი რა ენერგეტიკა იგრძნობა? ეს განმოტრიალებული რომ მოვიდა, ახლა ეს მაინც დავდებთ, მაინც ესე. არც არაფრის დაზიანება უნდა და ესე ვთქვათ, ცეცხლზე ნავთის დასხმა, მაგრამ არ ჩაქრობა უნდა ამ ცეცხლის. და ისეთი უკავია, სიამაყე, რა უნდა ვთქვა? რას აპირებ? რას აპირებს? არაფერს არ აპირებს, ჯერჯერობით არაფერს არ აპირებს. შენ სანამ არ დაინახავ ჩემს ადამიანობას, ჩემს სიმართლეს და ზოგადად ჩემს შრომას ამ ურთიერთობაში და საერთოდ ვინ ვარ მე. ანუ ამას მისი პრობლემებიც აწუხებს. თვით შეფასება აწუხებს თავისთავად და რაც არ უნდა მოკლედ გააკეთოს. არაფერს არ აპირებს იმაზე მეც. მაგრამ შენ თუ რამეს აპირებ, მისი გულის მოსაგებად მზად არის და გელოდება. რა გინდა რომ გააკეთოს ამ გოგომ? რა გინდა რომ გააკეთოს? ჭკუა უნდა ისწავლო შენ. აი რაღაციდან უნდა გამოიტანო დასკვნა, მიხვდი შენ რამეს? გაიაზრე შენ რამე? ფიქრთა, გადაწყვიტე შენ რამე? ეხლა გესმის ჩემი? გეგონება რომ ამ ურთიერთობის ბედნიერებას შენ გაუფუჭე ყველაფერი და შენი ეგოდან გამომდინარე იყო რის გამო იყო ეს ყველაფერი,
რაც დათესე ის მოიმკი. აი ესეთი. მოკლედ ჭკუის დამარიგებელი ისა აქვს, რა ქვია, მონოლოგი ახლა. ამაყი ხარ გეტყობა. რას გრძნობ ამ გოგოს მიმართ? გრძნობებში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ შეცვლა თავის გრძნობებში, ინტერესი, გრძნობა, მონატრება, ყოველთვის სურვილი რომ დაგეხმაროს, შემოთავაზება. მე ვერ ვიტყოდი რომ თქვენმა დღევანდელმა სიტუაციამ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება და შეიძლება ყველაზე ესე არ იყოს. მოირგეთ გოგონებო თქვენ. მაგრამ გრძნობა ხელშეუხებელია. მისი სურვილები, ინტერესები და დახმარება, მონატრება და საერთოდ ყველაფერი ემოციებს რაც ეხება, იმაზე მეტი ღრმა და უცვლელია, ვიდრე შენ შეიძლება წარმოგიდგენია. სახეს არ არქმევს, მაინდა-მაინც ახლა რო ვთქვა, რომ მე ვფიქრობ ისეთი გაცვეთილი ურთიერთობაა, უკვე რომ ზედმეტი აქვს. იმის კითხვის დასმა გიყვარ ვარ. არ არის ასე. დიდი ხანია მიმდინარეობს ეს ყველაფერი და იმაზე, იცი რა არის, სიყვარულთან ყველაფერი ახლოს არის, მაგრამ თითქოს არ ამბობს არც სიყვარულს, რომ მიყვარ ხარ, არც იმას არ ამბობს, არ მიყვარ ხარ, უბრალოდ შენს ნიშნულობას ადასტურებს. რომ ნიშნულოვანი ხარ და ესეც საკმარისია. გინდა რომ ყველაფერი დაალაგდეს შენი მხრიდან ოღონდ. არა, შენი მხრიდან უნდა რომ დაალაგდეს ყველაფერი. არ თანხდებით, რაღაცა სხვადასხვა მოთხოვნილებები გაქვთ. არა და ერთად ხართ, აი მაინც ერთად. შეიძლება მოლაპარაკება აქვს, მიმღებლობა, ყველაფერი შეიძლება. თქვენ შორის დიდი წყინაა. ამ შემთხვევაში წაგებული მაინც შენ ხარ და აი ეს ერთადერთი არ მომწონს, რომ მაინც შენ რო ჩაგრავს რაღაცნაირად, ხო? თუნდაც თავისი სიმართლით ხრებ გაშლილია. და ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე მამაკაცში. გიღირს ეს ურთიერთობა? არა. სტაგნაცია, არ გიღირს ეს ურთიერთობა. არ გიღირს, ნამდვილად არ გიღირს და არც დიდი ძალისხმევა არ გიღირს ოჩადო ამ სიყვარულში, რაც არ უნდა გიყვარდეს, იცი რა არის ზოგჯერ ურთიერთობა, რომ გიყვარს ადამიანი. მართლა ძალიან გიყვარს. მაგრამ არ გამოდის. აი ეს შემიძლია აქედან წავიკითხო. ნახოთ ახლა ჩვენ ტაროს აზრით, ახლა მაგას კიდე რომ დაუსვოთ შეკითხვები რა სიზამ როგორ ზამ არ იძვრის ადგილიდან და მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ უბრალოდ ტაროს აზრით რა განვითარება შეიძლება კონდეს ამ ურთიერთობას, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, რა შეიძლება ისევე საკანი ვისი სიმართლე გაიმარჯვებს, ანუ არც ერთი არ გაიმარჯვებთ, ანუ აქ არის ესეთი შერკინება, არც ერთი არ გაიმარჯვებს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და სტაგნაცია. სანამ თქვენ ერთმანეთთან არ შეცვლით დამოკიდებულებას თუ რა ვიცი რაზე დაობ და რაც ხდება სიტუაცია სანამ არ შეცვლით და თქვენს მიდგომას არაფერი არ გამოვა აქედან ტყუილად ელოდებით რამეს. აი ესეთი იყო მისი დღევანდელი ენერგიები, გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.